Events-ის პირველი ესე ვთქვათ ტრიპი გასვლითი ნიუ-იორკიდან ვეგასის მიმართულებით. და ჯურასა кайფო გამერა ყოფილა და მე პირველად მივფრენა ვეგასში და იმედია რომ ძალიან საინტერესო იქნება ეს ფრენა. თან აი ძალიან კარგ ამბავზე მივდივართ და მიხარი არის ყველაფერი ჩვენ Geo Production-ის დამსახურებით ხდება რა. წარმატებით. აგერ ივენთის ბიჭი. მე Geo Event-ი კი, მე უფრო Geo Event-ი. ჩვენ ერთმანეთში ისე ვართ რა. ეკუშკების გაატარეს. ეკუშკების გაატარეს. შეიძლება ამ ჩეკინის გავლით უკვე საბოლოო ჩეკინის გავლით, სადაც ტექნიკური ჩეკინი გავიარეთ, სადაც კამერებია უამრავი. ითქვას რომ ფრენა იწყება ასე თქვი ნიკუშკები. იწყება. ვეგასში მივდივართ და ჯერ არ სამსულვართ და ამიწყეს აქ გადავებები ბიჭებო. წყალი გამოვარტვინა. აი ბალანსაზე ვარ ჩემი ასე. კარგი. გავაგრძელოთ ვეგასშიც. აი ნახე. მოაკ ხო? დამოიღო. ანუ ეს დურაკას თამაშობთ? მაგითვე წამოყევი. ჩემი ჩანთა ყოველთვის ყველგან იცნობა. აბა რომელი აქ ამ შავ ჩანთებში რა თქმა უნდა მოგზაური ბებერი მოგზაური. ჩემი ბებერი მოგზაური ვერამდენე ქვეყანაა შენთვის. აი ეგ რეაქცია მაგითო ვიხებ, მაგ რეაქციას ვიხებ, რომ ესეთი გენახай. ანუ აზარტული ადამიანებისთვის ხო დაღუპვა ამ ქვეყანაში ჩამოსვლა და ეგ ამბავია რა. ხო, არა, ჩვენ არ ვემუქრება. დავფრინდით და მივდივართ ახლა ავიღებ ჩანთებს, მე ავიყვანთ მანქანას, მე წავალ სასტუმროში. იქაც ვანახოთ ყველაფერი ჩვენს მაყურებელს, დღევანდელი, ხვალინდელი, ზეგინდელი, საქმიანი ამბები დღეს დავისვენებთ ალბათ ძირითადად და ეტაპობრივად შემოგეხმიანებით, მოკლედ. მანამდე გამოიწერეთ არხი და იყავით ჩვენ ზარის გროვა. გამარჯობა. რა სიტყვით, როგორია? აი საღამოს ველოდები და მე გეტყვით გადაწყვეტილ პასუხს როგორია ვეგასი. მანამდე ჯერ ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. მოვედით სასტუმროში ჩეკინზე ნიკუშა გადის ახლა ჩეკინს, აი და განახებთ, აგერ არის ნიკუშა, სადაც გადის ჩეკინს. სასტუმრო ძალიან გემრიელი, კარგი. სხვადასხვა ნამყოფი ვარ ერთხელ აქ, როდესაც მერაბი ეჩხუბებოდა, მერაბის ქონდა ბრძოლა რუს მეტოქესთან, პიოტრიანთან. მაშინ ამ სასტუმროში ვიყავით, ქართველები GA-ის ორგანიზებული იყო და გამახსენდა რაღაც ის ძველი შეგრძნებები და მე მგონი, რადგან ესეთი კარგი შეგრძნებები წამოვიდა იკუშ. ეხლაც 7 ივნის რომ გამართავს ბრძოლას ნიუ-ჯერსში. გამარჯვების იქნება ეს ყველაფერი რა. გამარჯვები დაგვირგვინდება. აბა მოვყვევით ამ ლოგში, უყურეთ ჩვენს ესე ვთქვათ სამუშაო პროცესს, სადაც დავისვენებთ კიდეც თუ მოვახერხეთ და გამოიწერეთ არხი მეგობრებო, ბევრ საინტერესო და კაი ამბავს შემოგთავაზებთ. იკა კამერამენი და ხეცი კაცი, დიდი კამერით და პატიცემული ლოჯისტიკა, რომელიც უკვე აგვარებს აგერ 31 ჩემი ეხლა წავიდეს ნახოთ როგორი ნომერი გვაქვს. ვაუ, ძალიან გაიდილი ნომერით. ზუსტად ესეთებში ძმა. სპერას არ უყურებთ ამ შემთხვევაში, მაგრამ ხედიც გაიგო.
საღამო დინერი იტალიური სასტუმროში რა თქმა უნდა იტალიური დინერი და აღმოვაჩინეთ ჩვენი ნიუ-იორკის დამბოზე ყველაზე საუკეთესო პიცერია გრიმალდის ფილიალი წინაზე რო ვიყავი მაშინ აღმოვაჩინე ძალიან გემრიელი პიცა აქვს და შევუკეთეთ ახლა Italian hero pizza. ნახოთ როგორია, ძალიან დიდად ქონათ გამოტანილი. ჩამოვფრინდით და ისე მაგრაბშია რომ არა ლაპარაკიც მიჭირს, რამეზე ფიქრი მიჭირს, არაფერი არ გამოდის. დღეს გვაქვს დასვენების დღე, მაქსიმალურად ვეცდებით რომ კარგად დავისვენოთ, რაღაცები დავათვალიეროთ და ხვალიდან უკვე დავიწყებთ მუშაობას და ძალიან მაგარ რაღაცებს შემოგთავაზებთ უკვე. ამიტომ უყურეთ ამ ვლოგს და შემდეგ მეორე რაც იქნება იმასაც რა. ხო და გამოიწერეთ კიდე რა, გამოიწერეთ ჩვენი არხი და ძალიან კარგი გეგმები გვაქვს. ბევრ კარგ ვიდეოს ნახავთ ამ არხზე. გვემეგობრეთ რაც თავარია. ჩვენი პიცა მოვიდა. გადაიღეთ. გაძიზგნე. გაწელა ბიჭო მეგრულად. მივირთვით პიცა. მეგუშკები, რაო პიცა. გაბდღიალდა ვეგასი და წავიდეთ ახლა დავათვალიეროთ ღამის ვეგასი და მე მგონი დღეისთვის საკმარისი იქნება ჩვენი ასე ვთქვათ მაყურებლისთვის. ხო. წავიდეთ. სფეროც ვნახოთ და ვნახოთ ვენეცია, სადაც ცხოვრობთ. იმ სასტუმროში არის სასწაული ქუჩა, ესე ვთქვათ იმიტაცია რა, იმის ვენეციის. ამიტომ ძალიან კაი სანახაობას განახებთ. ასევე პარიზი, ვიცით რომ ხელოვნურად არის შექმნილი აქ ყველაფერი, უდაბნოში გაშენებულია აქაურობა და მოგონილია, ხო და იმაშებოდნენ ვინც უფასოდ აძლევდნენ, ანუ გაარახტევინებენ გადასახადებს, ვინც კაზინოს გააკეთებს, ანუ სასტუმროს და კაზინოს ვინ ჩადგავს, ეგრეთ წოდებული ჩადგავს. აი ხაც ეგრეათ მე მგონი, ეგრე დაიწყო და მე მგონი არ შეუცვლიათ რა. კარგი, წავიდეთ ბევრი ლაპარაკის ნაცვლად დავათვალიეროთ ღამის ვეგასი. კესტინაშია ვენეცია. იმყოფებით სასტუმრო ვენეციაში, სადაც შეგრძნება გაქვს რომ ხარ ნამდვილად ვენეციაში, თუ ნამყოფი ხართ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის დეკორაცია, მაგრამ იმდენად ლამაზი და შთამბეჭდავია რომ არ ვიცი, როგორ გადმოვცე. საერთოდ ძალიან მიყვარს დეკორაციები მე და ცოტა ზღაპრულ ან ხელოვნურად შექმნილი ზღაპრები. აქედან წავალთ ვნახავთ სფერას. ამიტომ იყავით ჩვენს გვერდზე. როგორც მივხვდით მეგობრებო, ვიმყოფებით სფერასთან. ინფორმაციებიც მოვიძიეთ რაღაცეები, მილიონზე მეტი ნატურაა, ხო, დამონტაჟებული. და სიმაღლე არის 111 მეტრი. და ეტევა დაახლოებით 24,000 ადამიანი. და ამ წამს ახლა პირდაპირ მინდის კონცერტი, მიმდინარეობს კონცერტი. და არიან დაახლოებით 17,000 ადამიანი. ძალიან რა, ახტოვანებული ვარ. ახლოდან არის საოცარია. კი, კარგი სანახაობაა როგორც შიგნიდან, ასევე გარედან და მოდი დღეს დავამშვიდობოთ ჩვენი ვლოგით. ჩვენც გადავიღებთ. დავამშვიდობოთ რა. ჩვენც უნდა დავისვენოთ დღეს, ხვალ დიდი დღე გვაქვს, გადაღებები და კარგი ამბები დაგიბრუნდებით. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვეთქვი ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც არიან ELT ჯგუფი, სამშენებლო კომპანია ELT ჯგუფი, ასევე U Health.
თქვენი ჯანმრთელობა, შენი ჯანმრთელობა. ამდეთ საუკეთესო ექიმებს ბრუკლინში, ნიუ-იორკში. ასევე დიდი მადლობა რესტორან უბანს. ძალიან მოგვენატრა ქართული საჭმელები უკვე და რომ ჩამოვალთ მივირთმევთ. ასევე ძალიან დიდი მადლობა GA Logistics და ასევე ძალიან დიდი მადლობა Sendex გზავნილების კომპანიას და ასევე დიდი მადლობა Georgian Stars. სანახაობრივად საოცარი ადგილი ახლა ვართ სასტუმრო ბელაჯიოში, სადაც რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი და დღესასწაულებზე განსაკუთრებულად გამოირჩევა ეს ადგილი დეკორაციებით და ძალიან ბევრი ტურისტით და სტუმარით, ვინც სტუმრობს ლას-ვეგას, გარდა გართობისა, თამაშისა და სხვა აღვირ ახსნილობებისა, რასაც გთავაზობს ლას-ვეგასი, არის ესეთი კულტურული ნაწილიც და შეგიძლიათ ვინც მოხვდებით ლას-ვეგასში და ვინც ნამყოფი ხარ, დარწმუნებული ვარ, ამ ადგილზე ყველა ხართ მოხვედრილი. მართლა საოცარი სანახაობაა და არ ვიცი ახლა როგორ ჩანს ამ ვიდეოში, მაგრამ ძალიან მაგარი გარემოა ნამდვილად დეკორატიული თვალსაზრისით. ხო. რაც შეეხება გადაღებებზე ვართ ჩამოსული, იცით? ძალიან კარგ რაღაცას ვიღებ მერაბ დვალიშვილზე, რომელსაც ბრძოლა ჩაენიშნა 7 ივნისს და მერაბთან ძალიან კარგ ინტერვიუს ნახავთ ამ არხზე, ამიტომ გამოიწერეთ ეს არხი და კიდევ ერთს გეტყვით ახლა მივდივართ იკა, ანახე შენი კამერას და შენი თავიც. ახლა მივდივართ გორდონ რამსის ბურგერები უნდა დავაგემოვნოთ, ესეც ჩვენი გადაცემისთვის, რომელიც უკვე დევს YouTube-ზე, ეს არის თავარი კერძი. განახებთ ცოტას განახებთ სულ ვიდეოს, არა როგორი ბურგერები აქვს მისტერ გორდონს. წავალთ. მოკლედ ვართ გადასაღებად მოსულები, ვიღებთ თავარი კერძის გასვლით ამბავს, როგორც გითხარით და მოვედით საოცარ რესტორანში. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შეფ მზარეულის გორდონ რემზის სამფლობელოში, სადაც უნდა დავაგემოვნოთ, რა თქმა უნდა, ბურგერი. ეს დიდ რიგში გვიწევს დგომა. მაგრამ დაგხვთესნება ნიკუშამ ლოჯისტიკამ დაალაგა ეგ ამბავი და იქამ მზად არის. მოკლედ, სადაც გვინდოდა იმ ადგილზე დავსხედით. დავიწყებთ მალე გადაღებას. ეს არის ეპიზოდი გასვლითი, როგორც გითხარით. და ხშირად გვექნება თავარი კერძის ესეთი პატარა მიმასავით. მაგრამ ახლა ვიღებთ გადაცემა თავარ კერძს, ასევე სადაც იეძღვნება გორდონ რამსის ბურგერს, სტუმრები იქნებიან ნიკუშა, მე მაგრად მაინტერესებს და ირაკლი, რა თქმა უნდა. მოკლედ ახლა ვართ იგებს შადრევნებთან, ცნობილ შადრევნებთან ერთ-ერთი, რომელიც არის ლას-ვეგასში, მოცეკვავე შადრევნები. ანუ ბევრი ტურისტი, რა თქმა უნდა, სანახავად ამ ყველაფრის. თან რა ხეცია ეს ფანტები? ახალი საოცარი. აგერ ვიღებ ჩვენს. აჰა, საოცარი კადრია ძმა. აბა როგორ შეაფასებთ დღევანდელ დღეს? ძალიან საინტერესო დღე იყო, პოდკასტის დღე იყო და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ღამის ლას-ვეგასი დღეს დავათვალიერე, გუშინ კარგად ვერ მოვახერხე და აღფრთოვანებული ვარ, ამას ვიტყოდი და სასიამოვნოდ დაღლილი ვარ დღის ბოლოს. კამერაც კარგად მუშაობს, უბრალოდ ცოტა მძიმე არის, მაგრამ ვუმკლავდები, სხვა გზა არ მაქვს.
დღევანდელი დღე იყო ძალიან რთული, დატვირთული, ბევრი მძიმე რაღაცეები იყო სათრევი, რიგები, ლოდინი, მაგრამ ძალიან საინტერესო და ზუსტად ვიცი რომ საოცარი ვიდეო დაიდება ლას-ვეგასიდან. ძალიან დიდი ჩანთით იგუშკები. გამშვიდობის ჩვენთვის, ხვალ დიდი დღე გვაქვს, მერაბის ვიღებთ. შუქები ჩაგვიქრეს და მოვიდა შევარდაძის დრო.